რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავენ ხოლმე, ამაზე რა პასუხი გაქვთ თქვენ, რომ აი რუსეთის ხსენებას რომ ვერ ბედავენ ხოლმე. რუსეთის გამო არა ვართ აქ, ვის გამო ვართ აქ ჩვენ? ვის? ანდა ვის უნდა მოუხადო ბოდიში? ვის? ჩემი შვილი რატო დაიღუპა? ერთადერთი ვაჟიშვილი რომ ყავდა ბოდიში კიდე მოუხადო? გამორიცხეთ ეს. რატომ ითხოვა ეს ივანიშვილმა თქვენი აზრით? ასე აწყობდა ალბათ, რა ვიცი. მაგათი კაცია და ჩვენსგან ელის ბოდის, დიდი ბოდიში, მაგრამ ივანიშვილს ჩვენ არ დავეჩაკებით და ბოდის არაფრის არ მოხდა. გამორიცხეთ. რუსეთის ხსენებასაც ვეღარ ბედავენ ხოლმე, ახლა მთავრობის წარმომადგენლები. მე სამართალია იგი, ხო არა სამართალი. მართალია, აბა ვის რატო ვარ აქ რამინდა თბილისში. ძალიან კარგად ვიყავით აფხაზეთში, აფხაზებთან, რუსებთან, ყველა ნაციასთან, სულ კარგად ვიყავით. ვინაგვირია, სხვა. თქვენი აზრით რატომ ვერ ახსენებენ რუსეთს? შენიათ. მე რა ვიცი, რატო არ ახსენებენ, სიმართლე არ უნდათ. 12 წლის შემდეგ თქვენი აზრით რამდენად ადეკვატურია ახლა პოლიტიკა რუსეთის მიმართ? არა ადეკვატურია, რა თქმა უნდა. რუსეთის ხსენებასაც რომ ვერ ბედავენ, აი ამას როგორ ახსნით? ძნელია საფრთხეა რა. და ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვა ივანიშვილმა და ეს რამდენად სულელია ვაფშე უგუნურობა. ბოდიშის მოხდა, მოსახდელი ბოდიშის ჩვენ არა გვაქვს არავის. აქეთ უნდა გვიყავდან ბოდიში.